სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ და წყალობა და მადლი მოგცეთ. ღმერთის მადლის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. როდესაც ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან, მაშინ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, როგორი სუსტები ვართ. კი შეიძლება გარედან ასე ძლიერად გამოვიყურებით და რაღაცას ვცდილობთ რომ ვაკეთოთ, მაგრამ ხვდებით რომ როგორც კი მოვა განსაცდელი, იმ წუთში ადამიანი ხვდება რომ ძალიან სუსტი არის და აუცილებლად საჭიროებს თანადგომას. როგორი განსაცდელიც გინდა იყოს ეს, არ აქვს მნიშვნელობა, ზოგისთვის პატარა არის, პატარას ვერ დაძლევს, ზოგისთვის დიდი არის სირთულე. გააჩნია ადამიანის სულიერ მდგომარეობას და მის განვითარებას ვერთის წინაშე როგორია ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ყველა განსაცდელში ვიმყოფებით, ზოგადად როცა ადამიანი მიდის ამ ცხოვრების გზაზე, მრავალი რამ ხდება წინააღმდეგობა. ეს იქნება საკუთარ თავთან დაცემული გონების გამო, ის რომ რაღაცას ვერ ძლევს და უნდა რომ გააკეთოს, ძალიან გულით უნდა, მაგრამ სუსტია, ამაში ჭირდება შეწევნა. ზოგს მშობელთან მიმართებაში, ურთიერთობაში, გარდატეხის ასაკში, მერე დასრულ ასაკში, მერე ოჯახს როცა ქმნის, როცა შვილები ყავს, მერე შვილები ყავს, მერე ჯანმრთელობის პრობლემები ექნება, მერე ჩვენ ხომ ისი არა ვართ, რომ ისე გავიაროთ ღვთისმოფელი, რომ არავინ არ გარდაგვეცვალოს. უამრავი ადამიანია ეს, მშობლებიდან დაწყებული, ზოგის დედმამისი, ზოგს შვილი ყავს გარდაცვლილი, ზოგს მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, რა ვიცი, ძალიან ბევრია. ან რაღაცა განსაცდელია ქვეყანაში და ეს განსაცდელი ადამიანს ძალიან ასე ვთქვათ, გუნავს და გამიცდის ამ განსაცდელს. და აქედან გამომდინარე, ადამიანი ხვდება რა იმას, რომ სუსტია, იმასაც აცნობიერებს, რომ მეორე ადამიანს, როცა განსაცდელი შეერთვება, აუცილებლად საჭიროა იმ ადამიანის გვერდზე თანადგომა. როგორც გინდა იყოს, როგორც გინდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და შეგვიძლია ამის გადატანა, ამერწმუნეთ, რომ არ შეგვიძლია. იმიტომ რომ სიყვარულიდან გამომდინარე, როცა ჩვენ ვარქმევთ ამას განსაცდელს, როცა ვწუხარებთ ჩვენზე მოწებნული რაღაცა მდგომარეობის გამო, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე რაღაცა არ აქვს, რაღაცას ვერ შვები, რაღაცა ვერ ავწიეთ, რაღაცა თავის ადგილზე ვერ არის, იმიტომ რომ ადამიანი რომ მქონდეს სულიერი თვალი და იმ ქვეყნიდან ხედავდეს, აქეთ რა ხდება ჩვენს თავს, ანუ სულიერი თვალი, იმიტომ რომ თუ ჩვენ აგვეხილებოდა თვალი, ცოტა რომ კიდე გადაუხვიოდა, გავაღრმავოთ ახლა ეს ინფორმაცია, სულიერი ბრძოლის თვალი კიდევ სხვანაირია. იმიტომ რომ არის ადამიანის დაცემული მდგომარეობის ხედვა სულიერიდან, მერე არის კიდევ ანგელოზებიდან გამომდინარე ხედვა თუ როგორ ებრძვის ადამიანებს, ან როგორ ეხმარება, ან კიდეც როგორ ეხმარება, ან წმინდანები როგორ შეეწევიან, ან იქ იმ ქვეყნიდან ეს ყველაფერი ისთვის დაეშვა ადამიანზე. იგულისხმება ნებისმიერი პატარა განსაცდელი, რომელიც ადამიანს შეემთხვევა. ან მიზეზი გინდაც რისთვის არის ეს მის თავზე და თუ აი ეს სულიერი თვალი ექნება და სულიერი ხედვა ექნება, იქიდან გადმოიხედება აქეთ და არა აქედან იქით გაიხედება, რა თქმა უნდა ადამიანი ძალიან ძლიერი იქნება და შეძლებს ამ ყველაფრის სწორად აღქმას და სწორ დამოკიდებულებას და სწორად გადატანას ამ განსაცდელისა. რადგანაც განსაცდელი სწორედაც ის მდგომარეობა, რაც უნდა განვიცადოთ, რაც უნდა ჩვენ გავაცნობიეროთ, რაც უნდა ამოვხსნათ, როგორც ამოცანა, გადავლახოთ და წავიდეთ და განვითარდეთ იმ მომენტში, როცა რაღაცა არის ჩვენ წინაშე წინააღმდეგობა, რომელიც უნდა გადაიღოს. და სწორედაც ადამიანი ამ განსაცდელებისგან იზრდება შემდეგ. მაგრამ ჩვენ ეს სულიერი თვალი არ გვაქვს. და როცა ეს სულიერი თვალი არ გვაქვს, სწორედაც ეს არის ჩვენი უძლურება. აი დღეს ფიქრობდი, რომ
სულ თხოვ ხოლმე მთელი წირვის განმავლობაში ჩემი თხოვნა ერთი არის რის წინაშე ის რომ ღმერთო მათქმევინე ის რაც ამ ხალხისთვის სანუგეშო არის ვინც ამას ისმენს იმიტომ რომ ამას სხვანაირად მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ადამიანისთვის ეს სიტყვა სანუგეშებელი არ არის და აქედან გამომდინარე აი ასეთი შინაგანი მდგომარეობა იყო მინიშნებული რომ ადამიანები თუ არ გაძლიერდებიან სულიერად და ღმერთთან ახლოს არ იქნებიან ანგელოზებთან ახლოს თუ არ იქნებიან პირველ რიგში თავის მფარველ ანგელოზთან წმინდანებთან რომელიც წმინდანის სახელით ქვია და ის წმინდანები რომლებიცაც ძალიან კარგად ვიცით ვიცნობთ გვიყვარს კითხულობთ მათ დაუჯდომერს კითხულობთ მათ პარაკლისებს კითხულობთ მათ ტროპრებს კონდაკებს და ვევედრებით იმისაც რომ შეგვეციოთ აი როდესაც ეს თვალი ექნება ადამიანს ახლოს იქნება აუცილებლად დაძლევს ყოველ განსასწრებს ჩვენ დღეს აქ შეკრებილები ვართ იმიტომ რომ აი დღეს უამრავი მიცვალებული მოვიცენეთ და განა ჩვენ რაც უფრო წინ მივდივართ ცხოვრებაში და წლები გვემატება მიცვალებულები ხომ არ იკლებს არამედ პირიქით ემატება და რაც უფრო ემატება მით უფრო მეტი ტკივილი არის მით უფრო მეტი დარდია მით უფრო მეტი განსასწრელია მით უფრო მეტი სიყვარული ძალისხმევა ლოცვა მუხდრეკა მარხვა სინანული თამდაბლობა საქმის კეთება არის საჭირო იმისათვის რომ იმ ადამიანებს შევეციოთ ჯერ და აბა თუ ჩვენ უძლურები ვიქნებით და ჩვენ თვითონ მოსავლელები ვიქნებით იმ ადამიანებს როგორ შევეცებით ძირითადი განსასწრელი მაინც ახლობლის გარდაცვალებაა ხოლმე აი აგერაც აი ახლა გუშინ დავასახლებეთ ჩვენი მეგობარი ჩვენი ძმა ჩვენი ტაძრის მრევლი ახალგაზრდა კაცი 47 წლის კაცი მამაშალვა ძმა და ძალიან დიდი ტკივილი იყო იქ რაც ვნახეთ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი რა თქმა უნდა სანუგეშებლად ერთი ის იყო რომ დიდი განსასწრელი იყო ამ ოჯახზე და ჩვენს ყველაზე მაგრამ აი ერთობას სადაც ეპისკოპოსები სასულიერო პირები მრევლი ერი მეზობლები სულ ყველა ამ ოჯახის გარშემო იყო და ყველაზე ძალიან თუ დაუკვირდებით ჩვენ ცხოვრებას იცით რა გვტკენს იცით გულს ყველაზე ძალიან ეს არის როცა ადამიანი მარტო რჩება გინდა თავის თავთან თავის სისუსტესთან და იმ განსასწრებთან რაც მის გარშემო არის და ხანდახან ჩვენ თვითონ განმაყენებთ ხოლმე თავს და მარტო რჩევით მაგრამ არავითარ შემთხვევაში როცა დაждდებით თქვენ თავებს კი ნუ ტირი ხართ რომ რაღაცა გჭირს არამედ გაიხედეთ გვერდზე უამრავი ადამიანია დასახმარებელი უამრავი ადამიანს აქვს სიტყვა სანუგეშებელი სათქმელი აუ ნუ გეშინიათ მონახეთ ძალა თქვენ თავში აი როცა ადამიანი მარტო რჩება თავის თავთან განსასწრებში უფრო ეგოისტურ მდგომარეობას გავს როცა ადამიანი საკუთარ თავს ტირს მაგრამ როდესაც ადამიანი მონახავს საკუთარ თავში ძალას რომ თვითონაც კი უჭირს მაგრამ მეორე ადამიანის ნუგეშინისცემისათვის აი ეს სწორედაც ეს უნდა ღმერთს ჩვენგან განა ჩვენ იმას ველოდებით რომ ის გარდავიქმნებით წმინდანება და სრულყოფილება და მერე მივალთ და ვეტყვით ადამიანს რომ ნუგეშინიაო ასე ხო ვერ ვიზამ იქნებ მთელი ცხოვრება დაგვჭირდეს იმ სრულყოფილებისგან რასაც ღმერთთან შეერთება ქვია და მე მგონი ასეც არის აი ამიტომ ჩვენ უძლურებაში გამონახული პატარა ძალას ხრის შესაწევნელად მადლად და უდიდეს ძალად გვექცევა და ადამიანი აი სწორედაც მაშინ წარმოიმართება ფეხზე და რა დაძლევს რა თავის თავში ეგოისტურ მდგომარეობას და იმ სისუსტეს და იმ ძალებს რომელიც ბოლო ძალებს და ბოლო თავის აი ესე იმ წყალს რომელიც თვითონ დალიოს სხვას გაუწვის და სხვას დაალევებს აი მაგ დროს მოდის სწორედაც უფასწორედაც ეს უნდა თავგანწირვის მდგომარეობა ანუ შენ რომ ცოტა გაქვს და მაინც რო უნაწილე ხალხი სწორედაც მაგას ამბობს რომ აი ამ განაწილების გარეშე წარმოუდგენელი ადამიანს ნუგეშინისცე როცა მას ძალიან უჭირს ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის სწორედაც ამის ძებნა ბავშვს რო რაღაცა ეთკინება გარბის დედასთან მამასთან და ეხუტება და ტირის
რატო ტირის? ტირილი რა არის? ტირილი არის დაძახება, რომ მოდი მომეხმარე. ერთ-ერთი გამოხატულება არის, ვის რას ტკივა. აი თუ შეატყობთ, რომ დღეს ჩვენ დროში მით უმეტეს ახლა 21 საუკუნეში ძალიან გავრცელებული არის ეს დაავადება, რასაც დეპრესია ქვია. დეპრესია არის სწორედაც მარტო სულის მდგომარეობა არის. ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა, ვინცაც ეს არ გამოუცდია, ვერ გაუგებს იმ ადამიანს. ხშირად აი ყველაზე ძალიან იცით რა არის ის უსარგებლო სიტყვები, აი ხშირად ვინც დეპრესიაში არის და ცუდად არის და მარტო ვცნობს თავს, რომ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. აბა ეს ადამიანები ამას ვერ იგებენ. არამედ ცოცხალი შენი რწმენა სჭირდება და ცოცხალი შეწევნა სჭირდება, ცოცხალი საქმე სჭირდება. და ხშირად იტანჯებიან ადამიანები მარტოობის გამო. საერთოდ აი ახლა სულ უყვირდები ხოლმე, როცა გამოვდივარ და სიტყვას ვამბობ, აი ახლა რასაც ვამბობ, არც ერთი სიტყვა არ მქონდა დაგიჯმილი რომ მეთქვა. და მე თვითონ მიკვირს, რატოა საჭირო ამ ყველაფრის თქმა. მაგრამ ეთყობა საჭიროა იმას, ვინც მოისმენს, იმიტომ რომ იმათთვის ეს ნუგეშინის ცემა არის. მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მდგომარეობას, როცა ყველა განსაცდელში არის. და ერთადერთი რას ვაკეთებთ, იცი, თავი გვაქვს დაღუნული და ვითმენთ. ზოგი აგრესიით გამოხატავს ამ შინაგან ცუდ მდგომარეობას. ზოგი ჩუმად არის და ღმერთს ეხვეწება რომ შეეწიოს. მაგრამ კიდევ გეტყვით, რომ ერთმანეთის შეწევნის გარეშე არც ერთი განსაცდელი არ დაიძლევა. და იცით ერთმანეთის შეწევნა, მე სულ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა, რომ ღმერთი მოქმედებს ჩვენით. ღმერთის შეწევნაა ის, როცა ჩვენ მივართ იმ ადამიანთან, იმიტომ რომ სული წმინდის მადლის გარეშე აი ქადაგება, რითაც დავიწყე, რომ ღმერთის მადლის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ამიტომ როცა შენ მონახავ, იცით რა არის ის ძალა, მე რო გითხარით, აი ის უმცირედი, ჩვენ რო გვიჭირს მეთქი, ეს არის ღმერთის მადლის მოხმობა, რომ ღმერთო, გარდამოავლე მადლი სულისა, წმინდისა ჩემზე, იმისაც რომ გავძლიერდე და ჩემ მოყვას, ჩემ გვერდზე მდგომ ადამიანს შევეწიო. და როდესაც შენ თავს კი აღარ ტილი ხარ, არამედ სხვისთვის ითხოვა მას, აუცილებლად მოგეცემა ეს ხვის შესაძლებელად და სწორედაც ეს არის ღმერთის გამოწვეული ხელი ადამიანზე. და შენ ხდები ღმერთის იარაღი. და შენ ბედნიერდები და შენი მარტოდ მყოფობა გარდაიქმნება ღმერთთან ყოფობით. და ხდები ბედნიერი და ხვდები რომ მარტო აღარ ახლა, მარტო ყოფნება რა არის? ღმერთის გარეშე ყოფნებაა. თორემ ღმერთთან თუ ხარ, რამდენი მოღვაწე ადამიანი ვიცით, განდეგილი ცხოვრება რო იტვირთ, ესეთი ცხოვრება, მაგრამ საერთოდ არაც უხებდათ რომ მარტო იყვენ კელიაში, იმიტომ რომ მარტო არ იყვენ, რომ ანგელოზები იყვენ, ფალი იყო, ღვთისმშობელი იყო, წმინდანები იყვენ, მასთან და შეეწეოდნენ, ასწავლიდნენ, განაგრძობდნენ და ბოროტისგან იფარავდნენ, ბოროტებიც კი მოდიოდნენ და ასე ვთქვათ შეაჭირვებდნენ, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი დაძლეული იქნა. აი ამიტომ თუ ადამიანი მოძებნის თავის თავში ღმერთს და აი ამ ღმერთს დაელაპარაკება, აუცილებლად მიიღებს ნუგეშინის ცემას. და თუ ვინმეს უჭირს, ამას ვერ აფერხებს. ამისათვის არის მოყვარს, რომელიც უნდა მივიდეს და ამცნოს, რომ ღმერთს ძალიან მოყვარს. და ყველაფერი თავის ადგილზე იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, წყალობა და მადლი მოგცეთ და ღმერთმა შეგვაძლებინოს ის, რომ სხვაზე უფრო მეტი ვიფიქროთ, ვიდრე საკუთარ ხაზე ვიფიქროთ და საქმე გავაკეთოთ და ღმერთმა გვიწყოვნოს ჩვენ მიცოლებულები, ვინც დღეს მოვიხსენეთ და საერთოდ ყველა მართლმადიდებლობით შესვენებული ადამიანი. ჩვენ არ ვიცით როგორ გვიჭირს, აი იმიტომ დავიწყე და თქვი, რომ სულიერი თვალები არა გვაქვს და ესეც ერთგვარი გაჭირვება არის და ვითხოვთ ღვთისგან სულიერი თვალები, ის რომ ვის რა უჭირს, რომ ჩვენ იმის მიხედვით შევეწიოთ ამ ადამიანებს, ცოცხლებს თუ მიცოლებულებს.